თუ ზაფხულის არდადეგების დაჯავშნას აჯიანურდით იმის შიშით, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი შეიძლება ისევ დაარღვიოს ფრენები ან ბილეთების ფასები მკვეთრად გაზარდოს, ნუ იდარდებთ, ნამდვილად მარტო არ ხართ. ევროპის ავიაკომპანიები ახლა უმკლავდებიან დიდ ენერგეტიკულ შოკს, მას შემდეგ რაც სპარსეთის ყურის გარშემო მიმდინარე ბრძოლება ფაქტობრივად დაარღვია მარშრუტები, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან იყო დაკავშირებული, რაც რა თქმა უნდა, რეაქტიული საწვავის მიწოდების მთავარი არტერია. ეხლა საწვავის ფასები ერთ მომენტში თითქმის გაორმაგდა და ევროპაში დეფიციტის რეალური შიში გაჩნდა, მაგრამ EasyJet-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მგზავრებს პანიკა არ უნდა დაეწყოთ. ის ამტკიცებს, რომ ფრენები ამ ზაფხულსაც დაგეგმილებით გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, ავიაკომპანიები აფრთხილებენ, რომ მოგზაურები სხვაგვარად იქცევიან, უფრო დიდხანს ელოდებიან დაჯავშნამდე, ყურადღებით აკვირდებიან ფასებს და ცდილობენ გაარკვიონ, არის თუ არა ეს გეოპოლიტიკური კრიზისი, დროებითი არეულობა, თუ რამე ისეთი, რაც ხშირად შეიძლება მომდევნო თვეებში მგზავრობის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეცვალოს. ეხლა მინდა გადავიდე ეკონომისტ ალექს კომენთან, რომელიც სტუდიაში შემოგვიერთდა, რათა დაგვეხმაროს გავიგოთ, რას ნიშნავს საბოლოოდ ეს გაზრდილი საწვავის ფასები და მომხმარებელთა შფოთვა. აქ ძალიან არაერთგვაროვანი გზავნილებია. როგორც ადამიანი, რომელსაც მოგზაურობა უყვარს, შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ისრაელიდან მივფრინავ. ბილეთს ბოლო წუთამდე არ ვჯავშნი, რადგან არასდროს იცი რა მოხდება, მაგრამ ცხადია, ეს სულ სხვა გამოცდილებაა მათთვის, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება. ავიაკომპანიები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საწვავის დეფიციტი არ არის, მაგრამ ავიასაწვავის ფასები მაინც მკვეთრად გაიზარდა. თქვენი აზრით, რამდენად დიდ ზეწოლას ახდენს ეს ავიაკომპანიებზე, მათ მოგებაზე და ბილეთების ფასებზე? უკვე ვხედავთ ბილეთების ფასების ზრდას. ეს საკმაოდ უხერხული დროა ავიაკომპანიებისთვის. როგორც თქვენ ახსენეთ, ზოგიერთი მთავარი აეროპორტის ჰაბი დაიხურა, განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში, მაგალითად დუბაიში და სხვაგან. ზოგიერთი ავიაკომპანია გაკოტრდა. Spirit არის, Magnific Charter-ი, Joy არის, ასე რომ საუბრობთ მინიმუმ 3 ავიაკომპანიაზე, რომლებიც გაკოტრდნენ. და როგორც ვთქვით, ფასები იზრდება და ხალხი ნამდვილად გაღიზიანებულია. ამიტომ ეს განცხადება ძალიან სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან არ არის ისე თითქოს ამ აღმასრულებელმა დირექტორებმა იცოდენ რა მოხდება პოლიტიკურად ASEAN-სა და ირანს შორის. მათ არ იციან რა მოხდება ჰორმუზის სრუტესთან ან მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ისინი უბრალოდ ცდილობენ ხალხი დაამშვიდონ, ამბობენ, გთხოვთ ბილეთები ადრე იყიდეთ, რომ ჩვენ მშვიდად დავიძინოთ, რადგან ვიცით, რომ რეისებს ნამდვილად შევავსებთ. ის, რასაც ისინი შეიძლება გაითვალისწინონ, არის ის ფაქტი, რომ გლობალური ეკონომიკა ძალიან აგრესიულია. ასე რომ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, თქვენ მოულოდნელად ხედავთ ნავთობის ახალ წყაროებს. განსაკუთრებით კი აშშ-ში გახდა ნავთობისა და გაზის მთავარი ექსპორტიორი. იგივე ხდება სამხრეთ ამერიკაშიც და ასე შემდეგ. ამიტომ, რადგან ყურეში ნავთობი ძალიან იაფია, მაგრამ ეხლა ყურე შეზღუდულია ჰორმუზის სრუტის გამო, მოულოდნელად უფრო ძვირი ნავთობი კონკურენტუნარიანი ხდება. და ეს კარგია, რადგან მოულოდნელად მიწოდება გარკვეულწილად ანეიტრალებს ჰორმუზის სრუტის პრობლემას. ამიტომ ვფიქრობ, ეს კარგი ამბავია, მაგრამ ამას სიფხილით უნდა მივუდგეთ. იცით, რა თქმა უნდა, ვისმენთ ცნობებს, რომ ადამიანები ფრენებს უფრო გვიან ჯავშნიან. ისე ვიმეორებ ჩემს გამოცდილებას, მეც გამიკეთებია ასე, უბრალოდ იმ გაურკვევლობის გამო, რაც კონფლიქტს ახლავს. რას გვეუბნება ეს მომხმარებელთა ნდობის შესახებ ამ ეტაპზე და უკვე ვხედავთ თუ არა, რომ ავიაკომპანიები და მთლიანად ინდუსტრია ზიანს იღებს? ზიანი უკვე მიიღეს, ბევრმა ავიაკომპანიამ იზარალა, EasyJet-მაც იზარალა, Air France-მა, კატარის ავიახაზებმა დიდი თანხა დაკარგეს გაუქმებული ფრენების გამო. ამიტომ საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია შეზღუდულ მდგომარეობაშია. ზოგმა ავიაკომპანიამ ნავთობის ფასების რისკი დაიზუია, რაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ ზოგმა ავიაკომპანიამ წინასწარ იზრუნა ამაზე. კიდევ ერთი პრობლემა დაბალი დოლარია, რადგან ბევრი ავიაკომპანია ანაზღაურებას დოლარში იღებს და ეს შეიძლება ბალანსზე უარყოფითად აისახოს იმის მიხედვით, როგორი ხდიან ნავთობისთვის ან სხვა სერვისებისთვის, რომელსაც იღებენ. ამიტომ ისინი ძალიან არასტაბილურ გარემოში მუშაობენ. ხანდახან ამას იდეალურ შტორმს უწოდებენ, როცა ნავთობის დეფიციტია, ნავთობი ძვირია და დოლარი კი მკვეთრად იკლებს. ამიტომ ეს გაურკვევლობა უამრავ კრიზისს იწვევს, რომლებიც დაუკოვნებლივ უნდა მოგვარდეს. მაგრამ ვფიქრობ, ისინი კარგად გაართმევენ თავს. ზოგიერთ მათგანს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაც კი აქვს კრიზისების სამართავად, რომელიც თავდაპირველად ამინდის კრიზისებისთვის შეიქმნა, მაგრამ სრულიად გამოსადეგია ნავთობის, ომის და სხვა მსგავსი ფაქტორების შემთხვევაშიც. კარგი, ახლა მინდა უფრო ფართოდ შევხედო გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობას მხოლოდ ავიარეისების მიღმა. რომელი სხვა ინდუსტრიებია ამჟამად კონფლიქტით ყველაზე მეტად დაზარალებული ან რომელი სფეროებია, რაზეც მომხმარებლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება? ანუ ვგულისხმობ ინდუსტრიები, რომლებსაც ბევრი ენერგია სჭირდებათ, ერთ-ერთი ახალი ასეთი ინდუსტრია არის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია. რადგან ისინი იყენებენ უზარმაზარ კომპიუტერულ ფერმებს
რომლებიც ყველა დამუშავებას ახორციელებენ დიდი ენის მოდელებისთვის. ასე რომ, საუბრობთ უზარმაზარ კომპიუტერულ ფერმებზე, რომლებიც ბევრ ენერგიას მოიხმარენ. ენერგია ძალიან ძვირია და ბოლო დროს მისი მოპოვებაც უფრო გართულდა. თუ ლოგისტიკაზე ვისაუბრებთ, ის, რასაც ახლა ვატარებთ, უმეტესად შორეულ აღმოსავლეთშია წარმოებული. და შედეგად, ეს პროდუქტები, მომარაგების ჯაჭვი, იქნება ეს ტანსაცმელი, ელექტრონიკა, ავტომობილები თუ სხვა რამ, შეზღუდულია, როგორც ეს კოვიდის პანდემიის დროს ვნახეთ. და შედეგად, ეს ყველაფერმა მომარაგების ჯაჭვები დაარღვია, რაც ნიშნავს, რომ უზარმაზარი მარაგებია დაგროვილი, რომლებიც მოგვიანებით უნდა გაიგზავნოს. ამიტომ არის დეფიციტი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს შესაძლებლობაა იმათვის, ვისაც მარაგი აქვს და შეუძლია ამით ისარგებლოს. ეს საფრთხეა მათთვის, ვინც პროდუქტების გარეშეა დარჩენილი. ასე რომ, ეს არის ძირითადი ინდუსტრიები, რომლებიც ამით დაზარალდებიან. კარგი, მინდა მადლობა გადაგიხადო ალექს, რომ შემოგვიერთდი. სასიამოვნოა, ვფიქრობ, რომ ყველანი ვიმედოვნოთ, რომ მალე გაირკვევა, შეგვიძლია თუ არა შემდეგი შვებულება ხელმისაწვდომ ფასად გავატაროთ. ჩვენ ამას ვიმსახურებთ.